შეიძლება შეცვლა ბატონო. ბატონო პრეზიდენტო, ფაქტია ის, რომ აგროვებს სააკაშვილი ხელმოწერებს პრეზიდენტის გადადგომის მოწყვეტას. ფაქტია ეს. ვერ გავიქცევთ, საუბრობენ რომ მილიონი ხელმოწერა უნდა შეგვიდეს. ისიც ცნობილია იურიდიულად, რომ ხელმოწერებს არავითარი იურიდიული ძალა არ აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტი გადადგეს. აი, ამ ფონზე როგორ შეაფასებთ ამას, რომ უკვე მიმდინარეობს ხელმოწერები? მე მაინც გონია, რომ აი ეს კრიზისი, რომელზეც მე ახლა საუბრობდი, ეს კრიზისი გადავიტანოთ. გარდა ამისა, არჩევნები ჩატარებულია საქართველოში. რას გასაუქმებელი იყო მიდის ეს პროცესი? თუ არ ვცდები 50-მდე საარჩევნო უბანში გაუქმდა არჩევნების შედეგები. ანდა ხელახლა დათვლისათვის დაუბრუნეს საარჩევნო ოლქებს. ეს პროცესი მიმდინარეობს. თუ რა უსამართლობა იყო, გასწორდება. რაც შეეხება ხელმოწერების შეგროვებას, ეს პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, ახალმა პარლამენტმა ეს უნდა მოხდეს 22 ნოემბრისათვის. მე მაქვს უფლება დავნიშნო ეს სხდომა, მოვიწვიო ყველა ამ სხდომაზე, არ ვიცი შეიძლება მოახერხო კიდეც გამოვიდე იქა და ამის შემდეგ, როცა პარლამენტი მუშაობას დაიწყებს და საპარლამენტო ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება ძალაში შევა, იქნება პრეზიდენტის გადადგომას მე თვითონ პირველი მოვაწერო ხელი. მაგრამ ეხლა იმ პირობებში, ასეთ პირობებში პრეზიდენტის გადადგომა ეს იქნება უპასუხმისმგებლობა ჩემი მხრივ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი უნდა გადასცეს კონსტიტუციის ფარგლებში, კანონების ფარგლებში. და თუ ახლა 1 მილიონი კაცი ჩათვლის და 2 მილიონი და 3 მილიონი და მთელი საქართველო რომ თავარია შევარდნაძე წავიდეს და მე ჩვენ მოული, ჩვენ თავ და ჩვენ კარგად ვიცხოვროთ და ბედნიერი ვიქნებით, მეც ბედნიერი ვიქნები მათთან ერთად. ზოგიერთ ძალიან ეჩქარება, რომ და რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. კი ბატონო, მოდით, მაგრამ კანონიერი გზით. მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი გზით. ყოველგვარი ხელისუფლებაში მოსვლა, მე რო ჩამოვედი მოსკოვიდან დავბრუნდი საქართველოში, არაკანონიერი ხელმძღვანელი ვიყავი. არ თავარსარდალი ვიყავი და საბჭოს წევრი ვიყავი ჩვეულებრივად. შემდეგ მოხდა ყველაფერი. და ჩემმა მეგობრებმა, გენშერმა, ბეიკერმა და სხვებმა მითხრეს, რომ ძალიან გვიყვარხარ, ხარს გიჭერთ, დიდი საქმე გვაქვს ერთად გაკეთებული, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიმეგობრებთ და დაგეხმარებით, თუ თქვენ გახდებით ლეგიტიმური. ესე იგი, ხალხი აგირჩევთ. და იმ საშინელ წლებში, წარმოგიდგენიათ 92 წელი. ყველაფერი ცეცხლის წვიმა, ტყვიამრთქოების სროლა, ავტომატების სროლა და ამ პერიოდში, ამ დროს ხალხი მიდის საარჩევნო უბნებში და ხმას აძლევენ იმ ადამიანებს, რომლებიც უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში. იმ პირობებში ჩავატარეთ არჩევნები. ეხლა რომელი არჩევნები ჯობდა, მე მგონი არ უნდა იყოს დიდად საეჭვო. ტყვის სროლის პირობებში ძნელია ძალიან ობიექტური, მაგრამ მაინც გააკეთა ხა ჩვენმა ხალხმა ეს ამბავი. აი ხა ძალიან ბევრს საუბრობენ, ეს არის გამზადება რაღაც რუსული სცენარი, ამერიკული სცენარი. აი თქვენ თუ ესაუბრებით თქვენს კოლეგებს იგივე ვაშინგტონში, აი რას ამბობენ ისინი ამ ყველაფერზე, რაც აი აქ ხდება საქართველოში? აი ხომ არ არის რაიმე იქიდან ინსპირირებული ან ამაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ აქ რუსულ სცენარზე, ასთან აბაშიძის ვიზიტი მოსკოვში, სომხეთში, აზერბაიჯანში. აი თქვენი კოლეგები იგივე დასავლეთიდან, ვაშინგტონიდან რას ამბობენ? ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებული ურთიერთობა იმ ხალხმა, იმ ქვეყანამ და მის პრეზიდენტებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველო შემდგარიყო, როგორც საქართველოში, საქართველო გამختارიყო დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა. შევინარჩუნეთ და შევინარჩუნეთ მომავალშიც. მაგრამ რუსეთთან ურთიერთობა აუცილებელია საქართველოსთვის. ჩვენ რო გაზი აღარა გვაქვს, ამერიკული კომპანია გაიქცა, წავიდა და გაყიდა თავისი ქონება და დავრჩით გაზის გარეშე, რა უნდა გვექნა? აზერბაიჯანის გაზი იქნება 1 წლინახევრის შემდეგ, ანუ 2 წლის შემდეგ. მერე დიდი პერსპექტივებია, როგორც გიხარით, გაზიფიცირება სრულიად საქართველოსში. ისევ რუსეთს მიმართეთ. და უნდა გითხრათ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მხარი დაგვიჭირა.
დაავალა გაზპრომს, გაზპრომი ასეთი უზარმაზარი გაერთიანება, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უპირველესია და არა მარტო ევროპაში. გაზპრომთან გააფორმოთ ხელშეკრულება და გაზის მიღება შეგვიძლია და ვიღებთ გაზს. ისე როგორც ელექტროენერგიას. ბატონი ჩუბაისია, ჩემი ძალიან ახლო ნაცნობი, კარგი პიროვნება, კარგი მეგობარია, მასთან გააფორმოთ ხელშეკრულება და ელექტროენერგიას მივიღებთ იმდენს, რამდენი საჭირო იქნება, რამდენსაც გადავიხდით. უფულოდ არ მოგცემენ. იყო საჭირო ეს რუსეთთან ასეთი ურთიერთობა თუ არ იყო? სხვათა შორის, ჩემი მეგობრები, ამერიკელები ყოველთვის მეუბნებოდნენ. თქვენ თუ გინდათ რომ აფხაზეთის პრობლემა მოგვარდეს ქართულ-ოსური კონფლიქტის პრობლემა, ხო? საერთო ენა უნდა მოძებნოთ რუსეთთან. ჩვენ დაგეხმარებით, ყველაფერში მონაწილეობას მიიღებთ, მაგრამ რუსეთს გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის. მოვალ რომ დარწმუნებული ვარ, აფხაზეთის პრობლემას მოგვარდება. თუ იქნებით ერთიანი, მაშინ რუსეთის მეტ ანგარიშს გაგვიწევს, ამერიკელი მეგობრები გააგრძელებენ ამ დახმარებას, მაგრამ თუ საქართველო გახდება არასტაბილური, ყველაფერი აირდაირება და ბიზნესი აღარ იქნება საქართველოში და აი ამის ნიშნები ჩანს უკვე, მაშინ აღარც ამერიკელებს მოუნდება ჩვენთან თანამშრომლობა. არც რუსებს და არც სხვებს. ორი დღით ადრე არჩევნებამდე ბატონი ბუშის, პრეზიდენტ ბუშის წერილი მოვიდა. იცნობ, თუ არ გახსოვთ, წაიგეთხეთ, რა წერია იქ. ეს არის მეგობრის მიერ, გულშემატკივარი ადამიანის მიერ მოწერილი წერილი. როგორ ჩატარდეს არჩევნები და რას ნიშნავს არჩევნები საქართველოსათვის. დაუშვით შეცდომები. ბევრი იყო შეცდომა და უნდა გავასწოროთ ეს ყველაფერი. სადაც შეცდომაა დაშვებული, არ უნდა გაუქმდეს, მაგრამ ამას პრეზიდენტი ვერ გააკეთებს. ეს უნდა გააკეთოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ სასამართლომ. ჩვენ სასამართლო რეფორმა რო ჩავატარეთ იმ მიზნით, რომ მოსამართლეები და უნდა გითხრათ, რომ ძირითადად ეს ხალხი მომზადებული, განათლებული ხალხია და ჯერჯერობით რაც ჩემამდე მოდის ინფორმაცია, იღებენ აბსოლუტურად ობიექტურ გადაწყვეტილებებს. მათ შორის სამთავრობო ბლოკის საწინააღმდეგოდაც. აი ეს გზები არსებობს, რეალურად ეს გზები.